ჩემოტარიება არ ვიცი ვისი სიტყვებია, მაგრამ საოცარი რამ კითხვა ამ სიტყვების ავტორმა. უცხოელებს, გენაცვალეს, შესატყვისი გამომხატველი სიტყვა კი არა, მისი შესატყვისი განცდა არ დარჩა. ეს არის უმთავრესი. ამით მე ის თქმა მინდა, რომ არსებობს ისეთი რამ, რომელიც სიტყვას წინ უძღვის, ფიქრის სახით, ტკივილის სახით, სიხარულის სახით და შემდეგ როდესაც აი ამას მოჰყვება სიტყვა, მერე უკვე მკითხველს ყოველთვის შეერა მისი ავტორის. საოცარი კაცი ხარ, გულგაცნილი კაცი ხარ, დგახარ ამ სამყაროს წინაშე. მოდის ეს უფლისეული მადლი, უფლისეული სიკეთე იღვრება შენს გულში და ხდება შემდეგ აი ამ გულიდან გაცემა. მე არ ვიცი, ჩემ მეგობარს უყვარს ხოლმე ამის თქმა. კავკასიის მთებზე თოვლი რო დევს, აი ის თუ იქნება ისეთი სუფთა, როგორც შენი გული. აი ეს კაცი ხარ შემოყალიბებული. სუფთა ხარ, უშურველი ხარ და ზოგჯერ ბავშვის სიწმინდებდეც კი დადიხარ. აი ამ ხელაკაცი, კაცმა რომელმაც 1000 გვარ სიძნელეს გაუძელი, შენი მხრებით ზიდე ტვირთი დიდი ქართველი კაცისა. ჯერ კარგად ბრძანა ჩვენმა მეგობარმა ტრისტანმა ხაურმა. რამდენჯერ გაგიზომავს ვინიცის დედა კავკასიონი ფეხი. რამდენ განსაცდელს შეხვედრი ხარ შენ, მაგრამ როგორ ჩანს განსაცდელმაც გიძმო. მოიხიბლა შენი კაცობით, მოიხიბლა შენი სიალალით, მოიხიბლა შენი სიწყფელით. ყველაფერი გფარავდა აი ამ დიდ გზაზე. რამდენჯერ ღიაცის ქვეშ გაგიტენები ალბათ ხამეც კი და დიდი ვაჟას სიტყვების ხორცშეწყმაც კია შენი ცხოვრება, რომ თვითონ ესე იგი მიწა ვიგია, ლოგინა, სამაფარია, საბნადა, ავდარში შავი მისლები, ტანზე მეთხოვა ნაბუდადა. მისლის ფაციციცი შემოტარიელი, ახლა დამოსული ბალახის ჩურჩულით შეგიძლია შეიგრძნო. ქვაშიც კი შეიძლება სიცოცხლე გამჭრიტო. შეხვიდე ყველა მოვლენაში, ბუნების ყველა მოვლენას დაუძებნო გული, ჩავლო ხელი აი ამ ყველაზე გრძნობიარე ნერვს, ყური უგდო ამას ყველაფერს და ბოლო და ბოლო ერჩვენიერ დღეს, როცა დაინახავრო არც ისახა და არც მიწის, აი უკვე მაშინ კითხველი ღებულობს იმას შენგან, რის ნაყოფსაც დღეს აქ მიმკითხე. დიდი მადლობა ყველაფერისთვის, ჩემოტარიო. შენ ხარ ის კაცი, რომელსაც ვერც ტკივილმა უცვალა ნირი და ვერც დიდმა წარმატებამ ვერ გარკვევა. ყველაზე საშიშროება სწორედ აქ არის. მე მახსოვს, როცა კითხა ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა, როგორ უყურებ პოპულარობას, მე უპასუხე, აჰყვე პოპულარობას, ეს ნიშნავს აჰყვე სულის დაცემას. ჩემოტარიო, შენ არც პოპულარობას არ ჰყოლი ხარ და არც სულის დაცემას. მე ვერ ვიტყვი, ტარიელ ხარხელაური პოპულარული პოეტია. პოპულარობა ამბიციურ შემოქმედთა ხვედრია. ტარიელ ხარხელაური არის პოეტი, რომელიც ხალხს უყვარს, კითხვას უყვარს,
რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება, კაცს საკუთარი ლექსი შემოაუწყდა და დარბაზიდან მკითხველი მიეშველა. ამაზე დიდი ბედნიერება თუ რა უნდა. და თუ მრავალ პრემიად მიღებული მწერლები და პოეტები აი ამ ბედნიერებას ეხირსებიან, მე მზად ვარ მათ შემოქმედებაზე აზრი შევიცვა. ზისხირი ხანჯალივით შემომყარით ტბაში, ანდა შუბლი გამიჩეხეთ ირიბად, ხებო დაუყარით ტაში ტირიბად. გვირილების ანთებული სინაზე ხანჯალივით გამიტარეთ გულში, მერე ყველა გუთმისდების ჯინაზე მარცვალივით გადამაგდეთ